საღამო მშვიდობის ეხლა მოვედი სამსახურიდან და ვიფიქრე თან კი მეზარებოდა, მაგრამ თან ხვალდილასაც ადრე უნდა გავიღვიძო, 2 საათამდე მინიმუმ ძილი მაინც არ მიწერია, მაგრამ მაინც ხო და ვიფიქრე რომ ცოტა ვლოგს ჩავწერ თქო რა 1-15-20 წუთი ვისაუბროთ. აქ მოხს ჩაი, ნენის ნაჩუქარი ჭიქა, ვისაც გახსოვთ ძალიან საყვარლობა. რძის მოდუღება და ის დამეზარა. ხო და ყავას კიდე ამ შუაღამეს ნაღდათ ვერ დავლევდი და მეთქი ჩაის დავლევ თქო. ხო და მივირთმევ ჩაის. თან ყურძენი გავრეცხე, ერთი დიდი მტევანია. ხო და 4 და რაღაცა გადავიხადე მაგაში. ლამის 5 ლარი და რატო გავაფუჭო? მაცივარში კი მედო, მაგრამ ფუჭდება უკვე. დამსკდარია რამოდენიმე ცალი. აი, ერთი დიდი მტევანი. ძალიან გემრიელი ყურძენია, მაგრამ ყურგარო არ ქონდეს, ვაფშე მაგარი იქნებოდა. ანუ 1-2 კიკილა ყურგა აქვს, მაგრამ ცოტა მსხვილი ყურგა აქვს და ხანდახან ნერვებს მიშლის, ცუდად რომ ხდება. ფისო მირთმევს გემრიელად პედიგრს. რამდენი ხანია ვპირდები პედიგრს მოგიტან თქვა, ანუ ველაპარაკები რა. იმიტომ რომ ჯერა რატომღაც რო ესმის, რომ მივდივარ ხოლმე სახლიდან ველაპარაკები. ხო და წავედი ახლა ფისო და საღამოს მოვალ თქო და პედიგრს მოგიტან თქო, ვპირდები 1-5 დღეა უკვე და ხდება ხოლმე ყოველთვის ხმას რო გაიგებს რომ მოვედი კიბეებზე ამოდის და მხვდება იქ კარებში. ხო და ვეფერები ვკოცნი, ძალიან მიყვარს. ანუ გუშინ შემხვდა ვიდეო TikTok-ზე, აი საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო მართლა მაგ ვიდეომ. ცოტა ისე მინდა კამერა დავდო, რომ კარგად გამოვჩნდე, მაგრამ ის მაგიდა პატარაა და მეტი წინ ვეღარ გავწევ შტატივს. ხო და მე თვითონ გავიწევი უკან და ცოტას ესე დავწევ დაბლა. ესე ჯობია. მოკლედ ესეთი ტექსტით შემხვდა ვიდეო TikTok-ზე, როცა ესაო ბედნიერი განწყობით მიდიხარო სახლშიო და ეს ხდებაო და კატა აი როგორ ავწერო არც ვიცი რა, ესე იგი სახლში მივიდა გოგო და კატა დახვდა მკვდარი რა. აი გაციებული, გაშეშებული, ერთი პოზა რო აქვს უკვე მიღებული და უცებ თავში გაიელვა აზრმა, რომ ჩემ კატას რო რამე დაემართოს. როგორ მიყურებს. აი ესმის, აბა არ ესმის. ჩემ კატას რო რამე დაემართოს ხო და შემომხედა და მიყურებს. საშინელ მდგომარეობაში ჩავარდები. ანუ ახლა გადატანით ადამიანები ძლიერები ვართ ძალიან და ცხოველის დაკარგვას კი არა და ანგელოზივით ახალგაზრდებს კარგავს ზოგი და დედაშვილს კარგავს, მაგრამ ეგუებიან რაღაცნაირად. მაგრამ ისე მიყვარს ჩემი კატა, რომ აი არც კი მინდა გავიფიქრო ამას, რომ რამე დაემართოს. მოდი აქ, მოდი. როგორ მიყურებს. არა და ძალიან მოხუცია, იცით?
აღარც მახსოვს უკვე როდის მოვიყვანეთ, მე და ჩემმა მეგობარმა მოვიყვანეთ და რა ვიცი ერთი 8 წლის მაინც ვიქნებოდი და 19-ის ვარ უკვე. არ ვიცი. ჯერჯერობით კია ჯანზე და მოხუცის შეხედულებაც არა აქვს, მაგრამ აი ეს იყო ჰაერში რო იჭერდა ჩიტებზე ეგეთი იყო. ან სოფელში რო ვიყავი სანამ თბილისში წამოვიდოდი მეზობელს ყავდა პატარა ძაღლი რა, აი დაბალი ჯიშის ძალიან ისეთი ძალიან პატარა და ისეთი სხარტი ძაღლი ყავდა რა, ეგეთი ჯიში და ზუსტად არ ვიცი რა ჯიშის იყო. ესე იგი რაც ამას ბრძოლა და ომი აქვს გამოვლილი, ის ძაღლი რო გამოეკიდებოდა და ეს ავარდებოდა ხეზე, ბოლო ტოტზე ადიოდა და ის ძაღლიც იმისთანაო ხერი იყო მიყვებოდა. ანუ იმდენად პატარა იყო, რომ ხეზე მიძვრებოდა. კლად ბოლო ტოტამდე ვერ ადიოდა, მაგრამ მიძვრებოდა ხეზე. და ძალიან ნერვიულობდი ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირი იყო, რომ ძაღლები მისდევდნენ. ბავშვობაში მეც ვაწვალებდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ანუ მართლა არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობაში კატას ვაწვალებდი საშინლად, რა ვიცი, ვეჩხუბებოდი რაღაცა, ძალიან ცუდად ვექცეოდი რა. თბილისში რო წამოვედი, ყველაზე მეტად ვინც მენატრებოდა ეს იყო და მერე იყო დედა და მამა. ხო რა. ალბათ დაახლოებით 3 თვეში ჩავედი სოფელში და ვაიმე ისე გემრიელად ჩავეხუტე, მაგრამ მიუცხოვა. ანუ კატებისთვის დრო სულ სხვანაირად გადის და ალბათ განიცადა, რომ დავტოვე და რავი ჩემთვის თუ 3 თვე იყო, ამისთვის ბევრად უფრო მეტს უდრიდა ეგ დრო და აი როგორ მიუცხოვა, იცით, თითქოს გაბრაზებული იყო და არ მიკარებდა, არ მაფერებიებდა, ახლოს არ მოდიოდა. ეს ერთი დღე და მეორე დღეს უკვე ლოგინში მეწვინა და მერე წამოვიყვანე ჩემთან და იმის მერე თბილისში მყავს. ჩემ ძმას დავავალე, სოფელში იყო წასული მახსოვს და გეხვეწები კატა ჩამომიყვანე თქო ვთხოვე. ანუ სულ მარტო რო დარჩა და უკვე აღარც დედა ჩემი და აღარც მამა ჩემი რო აღარ იყვნენ სახლში, ანუ სოფლის სახლის კარი რო ჩაიკეტა, ძალიან განვიცდიდი ამ კატის ამბავს. რომ ანუ მარტო რას იზავდა, ხო? ჩემ მეგობარს ვთხოვდი, რომ მეთქი გადააკითხე თქო და საჭმელი მიქონდა, ხანდახან პური მიქონდა და არ ხვდებოდა სახლში. ანუ რამდენიმე დღე გაგრძელდა ეს 3-4 დღე, შეიძლება ერთი კვირაც კი, რომ სახლში აკითხავდა ჩემი მეგობარი და არ ხვდებოდა სახლში, პურს უტოვებდა. მერე მეორე დღეს რომ მიაკითხავდა, პური ნაჭამი ხვდებოდა, მაგრამ ძაღლები დადიოდნენ, იმიტომ რომ ერთხელ რომ მივიდა ძაღლები დახვდა და კატისთვის დატოვებულ პურს ჭამდა ძაღლები. ძალიან განვიცადა ეს ფაქტი და წავედი სპეციალურად სამსახურში, სამსახურიდან ერთი დღით მოვიცალე, წავედი სოფელში, რომ კატა წამომეყვანა. ხელზე რო დამაჯექი ჩაი არ დავლიო? ხო და? არც მე არ დამხვდა. მაშინ ზაფხული იყო, მთელი დღე ვეძახე, ვეძებე. ხო, შენ, ხო. მთელი დღე ვეძებე, ვეძახე და ანუ არ მოვიდა და ღამეც რატომღაც ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მოვიდოდა და კარი დავტოვე ღია, შუქი დავტოვე ანთებული, რო დაინახავდა სახლში შუქი ანთებული იყო, მოვათქო და არ მოვიდა და აი ესე მოწყენილი წამოვედი, სხვა რა გზა მქონდა, კატას ფიზიკურად ვერ დაუცდიდი და წამოვედი თბილისში. მერე დავავალე ჩემ ძმას. წასული იყო, რამოდენიმე დღით იყო ჩემი ძმა ჩასული სოფელში და მეთქი აუცილებლად კატა უნდა ჩამომიყვანო თქო და ერთი დღე მაშინაც არ ჩანდა.
მე მოვიდა და ჩემმა ძმამ არ მახსოვს ღამის 2 საათი იყო მე მგონი შემომიყვანა ოთახში კატა და ისე გამიხარდა ისე დაბნეული დადიოდა უცხო ადგილას რომ მოვიდა და რაღაცა ძალიან დაბნეული და ესეთ თვალები დაუყლებელი იყურებოდა წინ და უკან და იმდენი მოვეფერე და იმდენი ვეთამაშე ისე გემრიელად გვეძინა ერთად ხო და ესე დამყავს თან სადაც წავალ იქ დამყავს ბინას გამოვიცვლი გადმომყავს სხვა ბინაში ამ ბინის მეპატრონე მარც იცოდა კატა რომ ყავდა ნუ ეხა ზოგს ხო პრობლემა აქვს მაგრამ ამ ბინის მეპატრონეს არ ქონია პრობლემა ეფერება ხოლმე ეთამაშება ხო და ძალიან მიყვარს აი საშინელება ვისაც მართლა გამოგიცდიათ და ვინც იცით ცხოველისადმი სიყვარული ვისაც გაგაჩნიათ ძალიან დიდი გეცოდინებათ რა განცდა როდესაც საყვარელ ცხოველს კარგავ ესე ვთქვათ მე გამომიცდია ჩვენ ძაღლზე რომელიც არ იყო მოხუცი ბოდიში ყურძნის ესეთი ჭამისთვის, მაგრამ კურკა ძალიან ნერვებს მიშლის. რექსი, ვისაც გახსოვთ, ლეკვობიდან მე და ჩემი ძმა ვზდიდით და ისეთი ჭკვიანი და საყვარელი იყო, ბუნჩულა იყო. პატარა ასაკში, მაგრამ როგორც კი გაიზარდა და ასაკი მოემატა, დაახლოებით 2 წლის ასაკში უკვე ზედმეტად ავიგახდა. ანუ თუ რამე შრამი მაქვს ხელზე, ყველა შრამი არის მაგძაღლის. რაღაცნაირი აუტანელი ხასიათები გაუჩნდა, ესე ვთქვათ, რომ თითქოს თავიდან ჩემ ძმასთან კარგად იყო და ჩემ ძმას არ უბედავდა არაფერს, მაგრამ აი ოჯახის წევრებს ყველას ისე საშინლად გვექცეოდა, მოულოდნელად შეიძლება მოსულიყო და ეკბინა რა. საშინელი დღე გამოგვატარა მართლა. ძალიან გვიყვარდა, მაგრამ უკვე ვეღარ ვეკარებოდით, შიშით მოძრაობდით რა. ხო და ესეთი რაღაც დაემართა, რომ არ ვიცი შეტევა ემართებათ რაღაც ცხოველებს მე საბედნიეროდ ვერ შევესწარი მაგ სიტუაციას ჩემმა ძმამ შეესწრო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო რა, ანუ წარმოიდგინეთ ძალიან უყვარდა, პირველი პატრონი იყო, ჩემი ძმის მოყვანილი იყო ეგ ძაღლი და უყურებდა როგორ კანკალებდა და როგორ ვერ შველოდა რა, ანუ უყურებდა როგორ კვდებოდა თავისი საყვარელი ძაღლი და ვერ უშველა. აი ესე ღამე ეძინათ თურმე, ატეხა კუსუნი, როგორ თქვა, ანუ ატეხა ყეფა ძაღლმა, მამაჩემს და ჩემ ძმას ეგონათ, რომ უბრალოდ ან ფეხი გაეჭედა, ან თავი გაეჭედა. რა ხდება გარეთ ყაყანია საშინელი. ბოლო ხმაზე იცინიან. ეგონათ, რომ რავი, რაღაც გაეჭედა და გავარდნენ ეგრევე გარეთ და აი ძაღლი ისე სუფთად იყო მკვდარი. მეორე დღეს ვნახე, მე მგონი მე დილას და ძალიან გვეწყინა ყველას. ძაღლი ისე სუფთად იყო მკვდარი, რომ აი არ ვიცი მოვეფერე, დავჯექი და ძაღლს ხედავ, რომ მკვდარია, всё, ვერაფერს ვერ უშველი, მაგრამ ვზივარ და ვიძახი, რექსი ბიჭო და თან ვეფერები რა, იმდენად სუფთად არის ძაღლი მკვდარი, რომ მკვდარსაც კი ვეფერებოდი. ძალიან განვიცადეთ ყველამ.
და ყველაზე საშინელება რაც არის, დაემთხვა ესეთი სიტუაცია. დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ სოფელში. მე და ჩემი ძმა უკვე თბილისში ვიყავით რა წამოსულები და დაემთხვა ესეთი სიტუაცია. დედაჩემა და მამაჩემმა გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ იტალიაში და ძაღლი არ ვიცოდით ვისთვის, ანუ სად წაგვეყვანა არ ვიცოდით ძაღლი რა. და იყო ერთი ჩვენი ნათესავი, რომელსაც ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაგასთანაც ძაღლს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ნახულობდა, ელაპარაკებოდა, ეთამაშებოდა და ძაღლის დამტოვებელი გამოჩნდებოდა, რა თქმა უნდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ დედაჩემი და მამაჩემი რომ მიდიოდნენ იტალიაში, მე და ჩემი ძმა წავედით სოფელში იმის გამო, რომ უბრალოდ გაგვეცილებინა რა მშობლები. და ზუსტად დაემთხვა მაგაც წასვლას ეს ამბავი. და აი ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან, მეზობლების დამოკიდებულება, მეზობლების ფიქრი და აზროვნება. ანუ ძალიან ბევრი ნაცნობი მიყურებს, ძალიან ბევრი მეზობელი მიყურებს იქაური და რა ვიცი, ვისაც ან თქვენც თუ მართლა ეგრე იფიქრეთ, უბრალოდ საშინელებაა. პირადად მეც შემეპარა ეჭვი მაგამ ბავში, რომ ანუ ამბობდნენ, რომ თან ხუმრობით ამბობდნენ ვითომ რა. მაგათი მოწამლულიაო, ზოგი ამბობდა მამაჩემზე მაგის მოწამლულიაო, ზოგი ამბობდა დედაჩემზე მაგის მოწამლულიაო. თვითონ რადგანაც მიდიოდნენ და ძაღლის დატოვება უწევდა, თვითონ ჩემმა მშობლებმა მოწამლეს ძაღლი. სისულელე. აი ყველაზე დიდი შეცდომა რაც იყო, რომ მეც გავიფიქრე რომ ეგრე იყო. მაგრამ აი ეგ არის კატასტროფა, ყველაზე დაბალი დონე რა, რომ გამორიცხულია. არც დედაჩემი და არც მამაჩემი მაგას არ იზავდა, იმიტომ რომ მე ვიცი რა დიდი სიყვარულით უყვარდა დედაჩემსაც და მამაჩემსაც ეგ ძაღლი. ეგ ძაღლი მერე გაფუჭდა და მერე გაავდა. არ ვიცი რა დაემართა მართლა, მაგრამ მერე დაიწყო ძალიან ცუდი საქციელები და ამოჩემებები რა. ჯიშიც ისეთი ქონდა, ავჩალკა იყო, აი მგელს გავდა და მართლა ვერ ენდობოდი, უკვე ისეთი გახდა. მაგრამ აი უბრალოდ მეც და ჩემ ძმასაც გვაგიჟებდნენ, რომ აი მაგათი მოწამლულიაო იძახდა ყველა და უბრალოდ ნერვები მეშლებოდა რა, აი ეგეთი რაღაც როგორ უნდა გაიფიქრო უბრალოდ. მეც კი შემეპარა ეჭვი რაღაც მომენტში, მაგრამ გამორიცხულია. სრული აბსურდი, სრული სისულელე. ჯერ ეს ერთი ახსნას საერთოდ არ საჭიროებს ეს ფაქტი, მაგრამ ძაღლი რომ მოწამვლით მომკვდარიყო, ეგრე სუფთად არ მოკვდებოდა. ანუ მართლა დედაჩემიც და მამაჩემიც ტიროდა. ძაღლი რომ ნახეს კვდებოდა, ტიროდა დედაჩემიც და მამაჩემიც, იმდენად შეუყვარდათ მაგათაც. და ძაღლი რომ მოწამვლით მომკვდარიყო, ელემენტარული ან დორბლი გადმოუვიდოდა პირიდან, ან ღებინება ექნებოდა, რაღაცა მაინც დაეტყობოდა რა. ძაღლი ისე სუფთად იყო მკვდარი, მკვდარსაც კი ვეფერებოდი. და ეგ არის სრული კატასტროფა, რომ ან დედაჩემმა, ან მამაჩემმა ძაღლი მოწამლეს იმის გამო, რომ უცხოეთში მიდიოდნენ და არ იცოდათ რა ექნათ. სრული სისულელე. საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რატომღაც კატაზე ვლაპარაკობდი და ძაღლზეც მოვაყოლე.
რაღაცნაირი ძალიან ისეთ განწყობაზე დავდექი და ძალიან რაღაცნაირი უარყოფითი განწყობით მოვედი სახლში. იმიტომ რომ იქ მეტროში იმას შევესწარი, რა ქვია, ჩხუბობდნენ რა ნასვამები. და რაღაცნაირად იმოქმედა. ხო, კიდე რა უნდა მოგიყვეთ, იცით? მეტროში ვზივარ სკამზე რა, ვაგონში. ვზივარ სკამზე. ჩანთა მიდევს მუხლებზე. და ნაუშნიკები მიკეთია, სიმღერებს უსმენ. და ზოგადად როცა სიმღერას ან ხმის აწევა მინდა, ან ხმის დაწევა მინდა, ან თქვათ სიმღერის გადართვა მინდა, ტელეფონი ამომაქვს ჯიბიდან, რა თქმა უნდა, რომ სიმღერა შევცვალო და სიმღერას რო შევცვლი, მე ტელეფონს ვდებ ჩანთაზე, ანუ მუხლებზე მედო ჩანთა, ჩანთაზე მედო ტელეფონი. და სამგორში რო გააჩერა ვაგონმა, რო ვდგებოდი, მაგ დროს ჩემ გვერდით მჯდომმა გოგომ გამოწია ხელი ჩანთისკენ. და უცებ კი დავიბენი, მეთქი რა შვება თქო, მაგრამ ტელეფონი აიღო რა, ჩემი ტელეფონი, რო არ დავარდნილიყო. რო ვდგებოდი, აღარ მახსოვდა, რომ ჩანთაზე მედო ტელეფონი და ჩემს გვერდით მჯდომმა გოგომ ეს ტელეფონი, ასე ვთქვათ, აწია, რომ არ დავარდნილიყო. აი ამ ელემენტარული საქციელით დამანახა თავისი ადამიანობა. მიუხედავად იმისა, რომ სულ პირველად ვნახე ეგ ადამიანი, საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი, ვთქვათ, როგორი პიროვნება, აი მსგავსი საქციელებით ეტყობა ადამიანს, ვინ როგორი პიროვნებაა რა. ზოგი ან არ მიაქცევდა ყურადღებას ამ ბოდიშით და საერთოდ დაიკიდებდა და ამ გოგომ გამოიჩინა ის ყურადღება, რომ ვთქვათ, ტელეფონი არ დავარდნილიყო, არ გატეხილიყო ან რაღაცა და როცა მივხვდი, რის გამოც გააკეთა ეს, მადლობა თქო და გაუღიმე რა. ძალიან საყვარლობა საქციელი გამოავლინა. ეს ყურძენი ხო ვერა და ვერ ვჭამე. პროცეულიც ვიყიდე ერთი ცალი ორნაბიჯში, მაგრამ ძალიან ისეთი იყო რა, ღია ფერის და ჩალასავით. არ იყო გემრიელი. არც წვნიანი იყო და არც ვთქვათ, ცოტა მომჟაო გემო რო უნდა კონდეს პროცეულს, ეგეთი არ იყო. ტკბილი რაღაცა ძალიან წყალწყალა გემო ქონდა რა. ზოგი რა გემრიელია. ფისო ისე გემრიელად მაწევს ხელზე, რომ ეხლა ამას ვერ შევაწუხებ. ნახეთ. აი ესე უყვარს დაწოლა ხან ხელზე მაწვება, ხან თავზე მაწვება, ხან პირში მიძვრება. აი ესე უყვარს წოლა. ნინის ვიდეო ვნახე, კნუტი რომ მოიყვანა, პატარა საყვარლობა კნუტი დაბანა, თბილად ჩააწყვინა. აი მე ისეთი დიდი სიამოვნებით უყურე მაგ ვიდეოს, რომ თან ისე საუბრობდა, რომ მეგონა რომ იტოვებდა რა მაგ კნუტს. მაგრამ როგორც სათაურში ეწერა, კნუტი ვიპოვე, მაგრამ ვერ დავიტოვეო და მე არ ვიცი,
ახალი ვიდეო დადო არ დადო აღარ მინახავს. ისეთი საყვარლები იყვნენ. თამბონი რო გაკვირვებული უყურებდა. გავგიშდი. უშინ ჩემთან სამსახურში იყო კიდე კნუტი. მოსაწევად რო გავედი. კნუტი რა ის დიდი იყო ცოტა შედარებით და ისე გემრიელად მოვეფერე. იმდენი ვეფერე. მაგრამ ამ ფერებისას თავისთვის თამაშია, მაგრამ ისე მწარედ მკბენდა. 1-2 ისე მწარედ მიკბენა თითზე, რომ მეთქი ეხა ძალიან ნუ გაგიტკბა. რო შევედი კარებთან დადგა და მიყურებდა. გავედი კიდე მოვეფერე. ძალიან საყვარელი იყო. ლამის მეც წამოვიყვანე სახში ისეთი იყო. მაგრამ რთული არა ისა კატით, ქირით რო ცხოვრობდა, თან ცხოველი რო ყავს, რთული არავინ. ესე იგი თეთრი ყურძნის ესე ჭამა არ ვიცი თუ გინახავთ, მაგრამ აი ეს კურკა იმდენად მაღიზიანებს, რომ ვაცლი რა გავაკეთე. ვიყიდე რძეში ჩასაყრელი ნესკვიკი, ჩიას მარცვალი, რომ მეთქი დილაობით სამსახურში სანამ წავალ შევჭამ ხოლმე თქო რა რძეში კაკაოიან რძეში ჩასაყრელით თქო. იმიტომ რომ დილას არ ვჭამ ხოლმე საჭმელს. არ მიყვარს რავი. რაც თავი მახსოვს დილას არასდროს არ ვჭამდი ხოლმე საჭმელს. ნუ სკოლის პერიოდში ხა კარაქიამპურს და რაღაცას თუ შევჭამდი ხოლმე, თორე არ ვჭამ დილას საჭმელს. ხო და მეთქი თან რო აციუდა და ისეთი ამინდები წამოვიდა, ცხელი სასმელების და საჭმელების ამინდები წამოვიდა, რომ მეთქი დილაობით შევჭამთქო, დავლევთქო. მაგრამ დრო არასდროს არა მაქვს, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ვიცოდი, რომ 11-ზე ვიყავი წასასვლელი სამსახურში. დეიდაშვილს უთხარი, რომ მეთქი სამსახურში რო წახვალ გამაღვიძე თქო და ეგ მიდის, ეგ დგება 8 საათზე. მაქსიმუმ 9:30-ზე და მეთქი ესე 9-ისკენ მეც რო ავდგე თქო, ცოტა დრო მექნება, რომ სახში რაღაცა რძე დავლიო ან რაღაცა გამოვფხიზდე თქო, მაგრამ აი რო ვიცი, რომ თქვათ 11-მდე სამსახურში წასასვლელი არა ვარ. ვიძინებ რა ვკვატრიალობ და ბოლოს ისეა ხოლმე რომ ვიგვიანებ. ხო და დღესაც ეგრე ვქენი. დამეზარა ადგომა. თან სიცივეში ცოტა ისეთია ადგომა სიცივეში. დილით რო ქცივა და გინდა არ გინდა უნდა ადგე რა. მაგრამ ზაფხულს მაინც ზამთარი მირჩევნია. აი ჩემი საყვარელი სეზონი არის შემოდგომა ზამთარი, სიცივის მოყვარული უფრო ვარ ვიდრე სიცხის. და სიცივის ამტანი უფრო ვარ ვიდრე სიცხის. წავედი ახლა ხალხო, გვიანობამდე მაინც არ ვიძინებ ხოლმე, იმიტომ რომ ესე ვარ რატომღაც მიჩვეული.
საღამოს რომ მოვდივარ ხოლმე სახლში, რავი, ან საჭმელს ვაკეთებ, ან უბრალოდ TikTok სკროლავ, ან YouTube-ზე უყურებ რაღაცას და ძალიან გვიან ვიძინებ. 2-სკენ ვიძინებდი და ეხლა უკვე 3-სკენ ვიძინებ და ანუ 3-ზე რო დაიძინებ და თქვათ 8-ზე რო ადგები, ან თუნდაც 10-ზე. ძალიან ცუდია. ანუ 11-ზე ვამთავრებ მუშაობას, მაგრამ ვარკეთილში მოვდივარ სამედიცინოდან და საათი და 25 მჭირდება ხოლმე გზაში, იმიტომ რომ ვარკეთილის მეტრო არ მუშაობს და მოვდივარ ავტობუსით, რომელსაც სჭირდება საათი და 15 წუთი, ყველაზე მინიმუმ. პირველის 15 წუთზე, პირველის 25 წუთზე მოვდივარ ხოლმე სახლში და მე რა ვიცი, დასვენება გინდა, თავის მოწესრიგება, დაბანა გინდა, რაღაცა TikTok-ის სკროლვა გინდა და ძალიან გვიან ვიძინებ. წავედი ხალხობა, ბედნიერი დღე, ან ტკბილი ძილი, რა ვიცი როგორც მიყურებთ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ როგორც ყოველთვის. ესე ვიდეოს რო ვიწერ ხოლმე, დამშვიდობება გამომდის რაღაცნაირად სადღეგრძელოსავით, ანუ უცებ ვერ ვთიშავ ვიდეოს. აი ესე სადღეგრძელოსავით დაგლოცავთ მოკლედ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და გემშვიდობებით დროებით.